საქართველოს აზერბაიჯანი თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა წინანდალში სამმხრივი ფორმატის ღონისძიება 2012 წლიდან წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. აღინიშნა, რომ ესაა ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა სამი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ეკონომიკური განვითარების დინამიკის, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების, ასევე არსებული ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. განიხილეს სამი ქვეყნის კერძო სექტორების თანამშრომლობა. პლატფორმა კიდევ ერთხელ იქნება უდიდესი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომ გაღრმავდებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. ქონდა შესაძლებლობა ჩემს კოლეგებთან მესაუბრა უფრო მეტად სიხმისეულად იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც არაერთ სექტორში გვაქვს, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, ვაჭრობის მიმართულება, ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმი, ავიაცია, ზოგადად ტრანსპორტის სექტორი და ვფიქრობთ, რომ უამრავი შესაძლებლობა, ახალი შესაძლებლობა, რომელიც გამოყენება შეგვიძლია იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ურთიერთობები, გავაღრმავოთ ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო კავშირები ჩვენს პარტნიორ მეზობელ ქვეყნებთან. სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი და ბიზნეს წრეების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე. ჩვენი ერთობლივი პროექტები ემსახურება არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ წვლილი შეაქვთ როგორც რეგიონულ, ისე ევროპულ ენერგოუსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაში. აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში $3 მილიარდ აჭარბებს და ასობით აზერბაიჯანული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სექტორში: ტურიზმში, უძრავ ქონებაში, წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში. ძალიან გვიხარია საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა. ულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს იმ შედეგებს, რომელსაც ქვეყანა აჩვენებს. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2008 წლიდან გვაქვს წარმატებული მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ერთობლივად მუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და მომსახურების სფეროებში, მათ შორის საავიაციო და საპორტო ოპერაციებში. ჩვენ შორის ფართო ეკონომიკური ურთიერთობებია და ორივე ქვეყნის მთავრობები და ბიზნეს სექტორები აქტიურად მუშაობენ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერებაზე. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ $3 მილიარდ გადააჭარბა, ხოლო მოკლევადიანი მიზანი $5 მილიარდია. თურქული პირდაპირ ინვესტიციები საქართველოში $2 მილიარდ აღემატება ენერგეტიკის, ავიაციის, სპორტებისა და სხვა სექტორებში. ჩვენი ინვესტორები სიამოვნებით არიან აქ, რათა წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე ჩვენი ველით ქართული ინვესტიციების განხორციელებას თურქეთში ტურიზმის მიმართულებით. ყოველწლიურად იზრდება თურქი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. ასე რომ ეს სამი ქვეყანა გაზრდის მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას. ასეთი ბიზნეს ფორუმები ხელშეუწყობს ამ მიზნის სწრაფად მიღწევას.